გამარჯობა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიკრიბეთ, გაინტერესებთ დღევანდელი თემა. დღეს ვისაუბრებ დიზაინზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში. საერთოდ მე შევეცდები, ახლა დღეს თავი არ მოგაბეზროთ, ბევრი საუბრით, დაახლოებით 1 საათში შევეცდები, რომ საერთოში წარმოდგენა, ვისაც გააქვთ და ვისაც არ გაქვთ, რომ უფრო ესე ვთქვათ, ჩამოვაყალიბოთ თუ რა არის დიზაინი და საერთოდ რას წარმოადგენს ეს სფერო, რა თემას ეხება, რა ასპექტებს მოიცავს და ასე შემდეგ. პირველ რიგში დავიწყებ აი სწორედ დიზაინზე, ეხლა ვზივარ მესკამზე, რომელიც არის ყველანაირად მოუხერხებელი, ესე ვთქვათ, ფეხები მიდევს ცუდად და განვიცდი რაღაც დისკომფორტს, იმიტომ რომ ჩემი აზროვნების რაღაც ნაწილი ეხლა დათმობილია იმაზე, თუ როგორ რანაირად დავждე ისე, რომ კარგად ვიგზნო თავი, ანუ აი ეს არის სწორედ დიზაინი, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მთელი დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში შეიძლება ითქვათ ჩვენ ვართ სწორედ აი შეხებაში დიზაინთან და დიზაინერებთან და ჩვენი ემოციები, თქვი ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილს განაპირობებს სწორედ დიზაინი თუ დიზაინი და დიზაინერი მონაწილეობს ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩვენ ფორმირებაში, ჩვენ ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ. თქვენ ახლა ბევრს სმენია ალბათ რომ ამბობდნენ რომ საერთოდ არქიტექტორები, არქიტექტურა, ასე შემდეგ, თვითონ ადამიანის ფორმირებაში, მენტალობაში, სოციოხედველობაში, ძალიან დიდ სულიერ განვითარებაში, ძალიან დიდ როლს თამაშობს და იყო ეგეთი, როგორც ამბობენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში რევოლუციის დროინდელი ბავშვიო, რევოლუციამდე დროინდელი ბავშვიო, რატო იყო გონება-ჩლუნგი, იმიტომ რომ სათამაშო არ ქონდაო და ამაში რაღაც გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, სიმართლის მარცვალი არის, იმიტომ რომ საქმე იმაში არის, რომ თქვენი საყოფა ცხოვრება, ეს ნივთები, ეს თქვენ გარშემო, რაც არსებობს, საერთოდ ადამიანის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს და ეს მე გადადის უკვე არა მარტო ბავშვობის პერიოდში ხდება ეს მხოლოდ, არამედ შემდგომშიც უკვე ზრდასრული ასაკის როცა ბრძანდებით და პრაქტიკულად რა არის ისეთ რომ მოყვეთ ახლა იმ მთელი ცივილიზაციის ისტორიას რომ მოყვეთ და საერთოდ უფრო ღრმად ჩახვიდეთ თვითონ ცხოვრებისეულ ელემენტებში პარალელები რო გაავლოთ საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე რომ პრაქტიკულად ყველაფერი არის დიზაინი აბსოლუტურად ყველაფერი და ადამიანის შეგრძნებებიც იგივე სუნი, იგივე გემო, იგივე ხმა, შეგრძნებები, ხელით შეხება და ასე შემდეგ ყველაფერი არის დაკავშირებული დიზაინთან. ჩვენთან როგორც წესი წარმოდგენილი არის ხოლმე, წარმოდგენა გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, სხვათა შორის მე პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ძველ საბჭოთა რესპუბლიკებშიც, ეხლა სადაც ნაკლებად იყო განვითარებული დიზაინი და ამას მხოლოდ ესე ეძახდნენ რაღაც ხატრულ ესთეტიკას ეძახდნენ, ხო? და ერთეული ეგზემპლარებით იყო როგორც წესი წარმოდგენილი ხოლმე. მე ხა საბჭოთა კავშირის ბავშვი ვარ, პირდაპირ გეტყვით, მაშინ დაბადებული 71 წელში და ამიტომ კარგად შემილია შედარება პარალელები გავვალო. ეხლა ბევრი თქვენთაგანის მე მგონი არც მოესწრო იმ პერიოდს, ან თუ მოესწრო ძალიან ისეთი რაღაც რამოდენიმე წელი იცხოვრა ალბათ იმ ეპოქაში და აი მე კარგად შემილია ეგ პარალელები გავვალო და დღეს შევეცდები რომ თქვენ მაგალითებზე აუხსნა, ანუ თუ რა არის დიზაინი, რა არ არის დიზაინი და ასე შემდეგ. ანუ ეხლა რა ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან არის დიზაინი ლამაზი რაღაც. რომ იხვალ, ან ვიღაცა მოვა, შენთან გეუბნება, აი ლამაზი დიზაინი გამიგეთ. ნუ აი ლამაზი დიზაინი რას ქვია? ნუ აი ლამაზი დიზაინი. ანუ ის ცნებაც რომ ლამაზი დიზაინი რა არის, ანუ როგორ უნდა ახსნას, ეგეც არიციან. ლამაზი დიზაინი. ესეთი ფართო მცნების რაღაცა ისეთი შეკვეთა არის ხოლმე, ლამაზი დიზაინი გამიგეთ. მოკლედ ეს ლამაზი დიზაინი ჩვენ გარშემორტყმულია ჩვენს გარშემო. ნუ დავიწყოთ თუნდაც მობილური ტელეფონი, აი ბავშვობიდან მოვყვეთ. პირველი ანუ ბავშვი როცა ჩდება, ნუ პამპერსები ავიღოთ, ხო? აი კაც ვითომ პამპერსი არაფერი არ არის. ნუ რა არის? ჩასაცმელი არის, რომელიც არის შიგნით ფხვნილია ჟელატინის და ეს ჟელატინის ფხვილი სითხის აბსორბაციას ახდენს და მე ამას იღებენ და აგდებენ. მაგრამ აი პამპერსიც კი, ან პირველი შეხება ბავშვს რაც აქვს, თქვათ პამპერსთან, ხო?
როგორ შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი და ბაზარზე მიდის კონკურენცია, თქვა და ერთი მწარმოებელი ამბობს, რომ იცით რა, ჩემი შესაკრავი უკეთესი არის და ჩემი პამპერსი უფრო მეც იგროვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ რა ხდება? აი ნახეთ როგორი მომენტი არის. დიზაინერი ფიქრობს იმაზე, რომ ეს შესაკრავი როგორი უნდა იყოს ამ პამპერსზე, რამ სიგანე უნდა იყოს. ანუ ბავშვი თუ მოიხრება, რამე ზიანს გამოიწვევს კანზე, ანუ რაღაც ზოლებს დაატყობს თუ არ დაატყობს. რამდენად რბილი არის ეს შესაკრავი, რამდენს გაუძლებს, რა წონის აბსორბაცია უნდა მოხდეს, რა რაოდენობის სითხის აბსორბაცია უნდა მოხდეს ამ პამპერსში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ნახეთ კიდევ ერთი ასპექტი არის ესთეტიური მხარე. ანუ ჩვენ საუბრობთ რაზე? დიზაინზე. მე მინდა რომ ეხლა რაღაც ფრაგმენტაცია მოვახდინო, რომ აი ეს ყველა ასპექტი მოიცოს ამ ყველაფერმა, რომ როგორ აიცით, ჩვენთან აი სწორედ ლამაზ დიზაინზე ვამბობ და დიზაინზე ვამბობ. ანუ ლამაზი დიზაინი ეგ არ არის კიდევ კარგი დიზაინი. ლამაზი რაღაც ნივთი ეგ არ არის კარგი დიზაინი. კაი დიზაინი არის კომპლექსურად ყველაფერი, როცა შენ გაქვს ყველა კითხვაზე, ესე ვთქვათ, ოქროს წერტილი მოძებნილი და ყველა კითხვაზე ერთნაირად პასუხობ. ანუ აი ესთეტიურ მხარეს რო მივადგეთ, თვითონ ბავშვი ამის ესთეტიურ მხარეს ვერ აღიქვავს. თვითონ ბავშვი აღიქვავს ან ყივილს, ან კომფორტს განიცდის, ხო? მაგრამ მეორე არის, როდესაც მშობელი თვითონ მშობლისთვის რამდენად მოსახერხებელი არის ამ პამპერსთან ურთიერთობა და ამ პამპერსთან ესე ვთქვათ შეკრა, მოხსნა, იმისი დაკეცვა, გადაგდება. აი დაკეცვის დროს მაგალითად ნახეთ როგორი სიტუაცია არის. გაძლევს შენ პამპერსი იმის საშუალებას, რომ ვთქვათ ისევე ჰიგიენურად მოხდეს ამისი შეფუთვა და შემდგომში ნაგვის ყუთში გადაგდება თუ იმას რაღაც ცალკე შესაფუთი მასალა უნდა მოუძებნო, ცელოფანი უნდა მოუძებნო და ასე შემდეგ. მეორე არის კიდევ თვითონ ზედ გამოსახული ნახატები. მშობელს ანიჭებს რაღაც გარკვეულ სიამოვნებას თუ არ ანიჭებს თუ ეს უბრალოდ თეთრი რაღაც ისეთი საჭირო ნივთი არის, რომელსაც არანაირი ესთეტიური დატვირთვა მხოლოდ ფუნქციონალურისა არ გააჩნია და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცა. ასევე ნახეთ რა ხდება ეხა ამის უკან. ამის უკან დიზაინერი რაზე ფიქრობს? მარტო იმაზე კი არა, რომ ეს როგორ არის გაკეთებული, ბავშვს როგორ უკეთია და მისი ერგონომიული მხარეები და თავის ფუნქციონალური ნაწილი როგორ, არამედ რამ სისქის არის. იმიტომ რომ როგორც მოგიხსენებათ, თქვათ აი პამპერსი არის პაკეტში ცალობით არ ყიდიან, პაკეტში დევს, ხო? რაღაცა ერთიანი შეკრა არის. აი ეს პაკეტი რა ადგილს იკავებს. ანუ მე შემილია, ვთქვათ, ჩემ კონკურენტთან შედარებით ეს პამპერსი გავაკეთო სიტყვაზე 3 მმ-ით უფრო თხელი, თუ არ შემილია. და ნახეთ რა ხდება, ვითომ 3 მმ ეხლა იტყვის ვიღაცა, რომ ეს 3 მმ არაფერია, მაგრამ მე როცა ვარ მწარმოებელი პამპერსების და დღეში უშვებ 10,000 სალ პამპერს, ან 100,000 სალ პამპერს, რამდენიც არის. ეს 3 მმ გადაამრავლეთ იმ 10,000-ზე, მიიღებთ მოცულობას და საბოლოო ჯამში გადამზიდავი თქვენ, ან იგივე ტრანსპორტი, ან იგივე, ვთქვათ, ვიღაცა გამგზავნი, ან მყიდველი, ან ასე შემდეგ, ან სასაწყობე ფართი. ამდენით უფრო მეტი ფართი გჭირდებათ თქვენ, ან ნაკლები. ანუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება თანხებში. მე გადაზიდვისთვის, ვთქვათ, მჭირდება ერთი ვაგონი, თუ ვაგონ ნახევარი. ვაგონ ნახევარი გაცილებით უფრო ძვირი მიჯდება, ვიდრე ერთი ვაგონი. ასევე ის ვაგონ ნახევარი იმ დენის ან საწვავის უფრო მეტ ნაწილს მოიხმარს, ვიდრე ერთი ვაგონი და ასე შემდეგ. ანუ დიზაინი ეგ არის გლობალურად აზროვნება აი ამ თემის გარშემო. იგივე ვთქვათ, როცა მიგაქვთ, აი აფთიაქებზე ვმუშაობდით და სწორედ აი აქ არის ჩემი მეგობარი ლადო კობახიძე, რომელიც კოლეგა, ასევე სტუდიაში მუშაობდა, ერთად მუშაობდით მაგ პროექტზე და სწორედ მაშინ იყო აი GPS-ის უკეთებდით ჩვენ სააფთიაქო ქსელებზე ვმუშაობდით რაღაც თემაზე. იყო პრობლემები, რომლებიც უნდა გადაგვეჭრა და მთავარი პრობლემა იყო ფართის. როგორც წესი, ეს გამი ნერვებს მიშლის. ხო და მთავარი პრობლემა იყო ფართის და ეხლა რა ხდება ამ ფართის, როგორც იცით, ჩვენთან არ არის ისე, რომ თქვათ ვიღაცა მივიდეს და თავისთვის აიშენოს ისეთი ფართი, რომელიც მისთვის აუცილებელი და საჭირო პირობების შექმნისთვის იქნება იდეალური. არ მიდიხარ ქირაობ ჩვეულებრივ ფარს და პრაქტიკულად დავიწყეთ ჩვენ შესწავლა იმისი თუ რა ტიპის პროდუქცია იყიდება, როგორ ყიდიან რა სიხშირით ყიდიან, როგორ დგას ხალხი რიგში. ანუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენ იმ პროდუქციიდან გამომდინარე რა პროდუქციაც არსებობს, ხო?
სად შეიძლება შეინახოს თუ ძალიან მაღალი სიხშირით იყიდება არ შეიძლება რომ ადამიანმა ეს შეინახოს თქვა უკან სადღაც საცავში და ყოველ წამს ირბინოს წინ და უკან. ესე იგი აქ უნდა კონდეს, იქვე უნდა კონდეს საცავი რომ მაქსიმალურად უცბად მოხდეს მომსახურება კლიენტის. და ასე შემდეგ და აი სწორედ აქედან გამომდინარე აი დგება ზუსტად ის ლოჯისტიკის მომენტი, რაზეც მე წეგან გესაუბრებოდით. ანუ რა სიხშირით შეიძლება მოეწოდოს ეს პროდუქცია, საიდან იქნება მოწოდებული, კლიენტს ექნება ამის ნახვის საშუალება თუ არ. ანუ ჩვენ არა ვართ მხოლოდ დიზაინერები დაკავებული იმით, რომ რაღაცა ლამაზი შევქნათ. ეს ლამაზის მცნებაც ძალიან სუბიექტურია საბოლოო ჯამში რომ მიხვიდეთ. ანუ ყველა ადამიანი ლამაზს აღიქვავს ისე, როგორც თვითონ აწყობს და თვითონ მოსწონს. ის არ არის რომ მე და თქვენ შეიძლება ერთი და იგივე მანქანა მოგწონდეს, ან თქვათ ერთი და იგივე რაღაც აქსესუარი მოგწონდეს, ან ასე შემდეგ. ანუ ეს უფრო სუბიექტურია, მაგრამ რაც შეეხება დიზაინს, დიზაინი სუბიექტური არ არის. აი დიზაინი არის სწორედ ობიექტური თავისთავად მცნება და არა მარტო მცნება, ეს მეცნიერება არის მთელი და მე ვიტყვი რომ საერთოდ თუ მკითხავთ მთელი სამყარო მაგ პრინციპით არის შექმნილი და ჩვენ პრაქტიკულად დიზაინერები ვცდილობთ რომ ამ სამყაროს პრინციპები დავიცვათ და ეს სამყაროს პრინციპები არის დისციპლინა და რაღაც კანონზომიერება და პრაქტიკულად რო დააკვირდეთ თქვენ და მთლიანად აი გადახედოთ დიზაინის ისტორიას მოყოლებული აი ანტიკური ხნიდან და უფრო კიდევ ადრიდან აი პირველ ყოფილი წყობილებიდან მოყოლებული ხო აი სწორედ აი ამ მომენტს წააწყდებით, სადაც ძალიან კანონზომიერად ვითარდება ყველაფერი. თუმცა საბოლოო ჯამში ფუძე მაინც ერთი და იგივე არის. ანუ ეს ფუძე არის ზუსტად ის კანონზომიერება და ის კანონი, რის გარშემოც არის მთლიანად სამყარო აწყობილი. ჩვენ ვართ იმ სამყაროს რაღაც გარკვეული შემადგენელი ნაწილი, პატარა თუ დიდი, მაგრამ ჩვენ ზუსტად იგივე პრინციპებით მოქმედებთ, რასაც მთლიანად გლობალურად სამყარო ავიღოთ, ანუ თავის პლანეტებიან ყველაფრიანად და რაც არის საერთოდ ეს ენერგია. და აი სწორედ მე ამბინდა რომ ეხლა გავამახვილო ამაზე ყურადღება და უფრო ცოტა დეტალურად გესაუბროთ მაგაზე ყველაფერზე. ანუ ჩვენი მე ვთვლი რომ ყველაზე უძველეს პროფესიას კი თვლიან პროსტიტუციას და ასე შემდეგ, მაგრამ მე საბოლოო ჯამში მივედი იმაზრამდე რომ ყველაზე ძველი პროფესია არის დიზაინერი. იმიტომ რომ ადამიანის გაჩენიდან გახდა აუცილებლობა რომ მას რაღაცა ნივთები მოეხმარა და ეს ნივთები უნდა ყოფილიყო ადამიანზე მორგებული, ანუ მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ პროდუქციამ ყველაფერმა ევოლუცია კი გაიარა და რაღაც განვითარების სახე მიიღო, თქვათ ფორმაში, ტექნოლოგიებში, მასალაში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცივილიზაცია ვითარდება და ადამიანი ვითარდება და ასე შემდეგ. ანუ თავიდან თუ ქვისგან იყო ან ძვლისგან გაკეთებული, შემდგომში მან რკინისგან გააკეთა, ბრინჯაოსგან და ასე შემდეგ. მაგრამ ჯამში დანიშნულება, ფუნქცია საბოლოო ჯამში იგივე დარჩა. იგივე ვთქვათ რო ავიღოთ პირველყოფილი ადამიანის, ვთქვათ, ბასრის საგნები, ხო, დაანებიან, რითიც ნადირობდა ცხოველებზე და რითიც მოიპოვებდა ის საზრდოს, ყოველდღიურ საზრდოს. ბევრს გაქვთ ნანახი, რომ სპეციალურად ესეთი სალი ქვისგან, ან ვთქვათ, რაღაც ისეთი მჭრელი შემადგენელი რაღაც კლდოვანი მასალისგან იყო ხოლმე გაკეთებული, როგორც წესი, ეს ბასრის საგნები და ბასრის საგანი რა იყო? იყო ისევ იგივე დანიშნულება, რაც დღეს დანაგვაქვს. უბრალოდ ამას არ ქონდა მიცემული, ვთქვათ, მასიური წარმოების სახე, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ეს ტექნოლოგიები, ხელით კეთდებოდა უფრო ინდივიდუალურად და უფრო ისეთ კუსტარულ პირობებში, მაგრამ საბოლოო ჯამში დანიშნულება ერთი არის, ანუ ფუნქციონალურად ყოფილიყო გამართლებული, კარგად უნდა გაეჭრა ხორცი, კარგად უნდა გენადირა და ერთი სროლით უნდა ცხოველი მოგეკლა და ვთქვათ ეს ნადირობა უნდა დასრულებულიყო წარმატებით. ანუ აი აქაც ის მომენტი არის რომ თქვენ ფუნქციას ვერასდროს ვერ გაიქცევთ. ანუ ეს არის დიზაინის პრინციპი. მე აქ იწყება როგორი რაღაცა. მე გავაკეთებ თქვათ ბასრის საგანი, მაგრამ ეს ბასრის საგანი უნდა იყოს მიზნისთვის განკუთვნილი და ჩემთვის ზიანის მომყენებელი არ უნდა იყოს. ანუ აქ იწყებს ადამიანი უკვე ფიქს, როგორი ტარი უნდა გაუკეთო მე ახლა ამას. ეს იქნება ვთქვათ, ტყავისგან შემოხვეული რაღაცა, რომელიც მე ზიანს არ მომაყენებს თუ სხვა რაღაცა ხის მასალა და ასე შემდეგ. და ნახეთ რა ხდება ახლა აქ. აი აქ იწყება ზუსტად აი ამ დიზაინერის აზროვნება. ანუ კონკრეტულად არსებულ ადგილზე არსებული, ვთქვათ, მასალები, რაც გააჩნია,
და არსებული ტექნოლოგიების შესაძლებლობები ის როგორ შეიძლება მოარგოს იმ მიზანს, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ეს ვთქვათ უშუალო კონკრეტული პროდუქტი. ანუ დანაზგულის ხო? იღებს მე ვთქვათ მაგ ტყავის ნაგლეჯი, ამ ტყავის ნაგლეჯისგან გავაკეთებ ამას და იქ იწყება კრეატიული აზროვნება. თუმცა იქვე შეიძლება იყოს რაღაც ხე, მაგრამ ნახეთ როგორა ტყავის დასამუშავებელი მასალა სხვა არის. ხის დასამუშავებელი მასალა სხვა არის და იქიდან გამომდინარე თქვენ რისი საშუალება გაქვთ უფრო მარტივად შეძლებთ ამას ყველაფერს, იქიდან გამომდინარე აკეთებთ ამას და საბოლოო ჯამში დიზაინს როგორ აქიცით, რომ აი ყველა დიზაინერები რო აიყოთ პრაქტიკულად, ყველა დიზაინერი ცდილობს რას, რომ დანიშნულება დიზაინერის არის ის, რომ თქვენ მსოფლიო გახადოთ უფრო საინტერესო და უფრო კარგი და უფრო ლამაზი, უფრო პრაქტიკული ადამიანის სიცოცხლე უფრო განახანგრძლივო და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვცვლით სამყაროს საერთოდ დიზაინერები და აი ამ მოყოლებული იმ ანტიკური ხნიდან თუ პირველ ყოფილი წყობილებიდან თუ დინოზავრებიდან მოყოლებული სულ ამაზე ვმუშაობთ, რომ ადამიანს და აქ კარგად ჩანს სწორედ ეს მომენტი, როდესაც ადამიანის საშუალო სიცოცხლის მაჩვენებელი იზრდება და ასე შემდეგ. ანუ ეს დიზაინი ყველგან არის მედიცინაში, მეცნიერება პირველ რიგში მე იმიტომ ვამბობ, რომ ეს დიზაინი არ არის მხოლოდ ჩვენთან როგორც არის წარმოდგენილი, რომ ეს არის რაღაც არტის ერთ-ერთი ნაწილი და რაღაც შენ ხარ ხელოვნების რაღაც ერთ-ერთი ნაწილი. არა, ყველაზე რთული პროფესია მე თუ მკითხავთ რა. ერთ-ერთი რთული პროფესია არის, იმიტომ რომ და საპასუხისმგებლო პირდაპირ გეუბნებით, არსებობს რაღაც პროფესიები, რომელიც არის საპასუხისმგებლო, ეგ არის მასწავლებელი, ეგ არის ექიმი, ეგ არის ადვოკატი და ეგ არის პროკურორი და ეგ არის დიზაინერი. მე დიზაინს გულისხმობ გლობალური მასშტაბით, დიზაინერს, ნუ აქ არქიტექტურა შედის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანის ფორმირებაში. ანუ თუ შენ რამდენად სწორედ აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად იგრძნოს თავი და მის ემოციური სახე, პრინციპში მისი მდგომარეობა კარგად ჩამოგიყალიბდეს. ანუ ეგ მე ვამბობ, ეხლა შედარებას მოგიყვანთ მაგალითად იყო საბჭოთა კავშირში ერთი ტიპის შეფუთვა, ამას ერქვა რაღაც უხეში ქაღალდისგან, მაგალითად მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაგრამ იყო ესეთი მომენტი, როდესაც მიდიოდი შენ მაღაზიაში, სხვათა შორის ჩემი მეუღლე ხშირად უსმენს ამას ხაზს და ისეთი გაღიზიანებით ამბობს ხოლმე ამას, მიდიოდი მაღაზიაში, კარაქს გიჭრიდნენ, პირდაპირ მაღაზიაში ასაწონი კარაქი იყო და ესეთ უხეშ რაღაც მუყოს ქაღალდში ესე გაგიხვევდნენ, მოგიგდებდნენ და ეგ იყო და ეგ და პირველად რომ შემოვიდა გერმანული კარაქი, მე მახსოვს მაშინ ყველა გაგიჟებულები ვიყავით, ესე ვერცხლისფერ ქაღალდში იყო შეხვეული და ანუ შეფუთვა შეიძლება თვითონ შიგნითა ხარისხით ის გერმანული კარაქი ბევრი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ აი სწორედ ეს შეფუთვა და ეს ესთეტიური მხარე, რომელიც რიგები დადგა ამ კარაქზე, მე მახსოვს, აი მხოლოდ ერთმა შეფუთვამ გამოიწვია ესეთი ძალიან დიდი გაოცება და სწორედ აი მაგაზე მინდა ეხა გესაუბროთ თქვენ რომ პრაქტიკულად როგორ აიცით ადამიანი აი სულ ამბობ რომ ჩემი თეორია არის პირადად ჩემი თეორია არის და მე მაგაში სულ უფრო და უფრო წმუნდები რომ პრაქტიკულად რა არის იცით ადამიანი ცხოვრობს დიზაინის გულისთვის და იგივე ეხა რომ გადავიტანოთ ხო ბევრი იტყვის რომ სიყვარული და ეს არის მამოძრავებელი ძალა, ძირითადი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის სიყვარულიც რო აიღოთ, საიდან მოდის? ანუ ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და იმ ორ ადამიანს ერთმანეთი მოწონს რაღაცის გულისთვის, ხო? აი ეს რაღაც არის ამოუცნობი. შეიძლება ვიზუალურად მოგწონს, შეიძლება იმის თითი მოგწონს, შეიძლება იმის ღიმილი მოგწონს და ასე შემდეგ. ანუ თვითონ ბუნებამ ისეთი დიზაინის შექმნა რომელიც თქვენთვის არის მისაღები. ეს არის სუბიექტური, რა თქმა უნდა, თუმცა არის ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელიც ფართო მასებსაც ძალიან მოსწონთ. თქვათ, ავიღოთ სოფი ლორენი, ან ვიღაც კიდევ, ხო, შეიძლება რაღაც ან ბრედ პიტი, ან ანჟელინა ჯოლი, ან რაღაც. ბუნება გამოდის აქ დიზაინერის როლში. ანუ ისეთი შექმნა, რომელიც
არ შეიძლება რო არ მოგეწონოს. იგივე რო აიღოთ, აი ყველაზე მაგარი დიზაინერია საერთოდ ბუნება და ჩვენც მის განსწავლობთ და რო აიღოთ თქვათ გარეული სამყარო, რო აიღოთ ფლორა, ფაუნა, ანუ რო ჩახვიდეთ წყალქვეშ, რო აიღოთ რეპტილიები, მწერები, საოცარი არის პრაქტიკულად ისეთ რაღაცეებს აკეთებს და ჩვენ სწორედ აი მაგათ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცა ინსპირაცია იქიდან ავიღოთ, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც შენი თაზროვნებ, შენი თვითარდები და მეორეთ არის, როცა გააქვს იმის საშუალება, რომ ყველაფერს ძალიან კარგად დააკვირდე, ყველაფერს სწორი ანალიზი გაუკეთო და ის სწორი ანალიზი მერე ადამიანის სასარგებლოდ გარდაქმნა და ადამიანს მიაწოდო უფრო კარგი ფორმით. და აი გეტყვით ახლა მე ჩემ თეორიას დაუბრუნდები ისევ რა თეორიაზე მაქვს საუბარი, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი როგორც აღნიშნე პრაქტიკულად ცხოვრობს დიზაინისთვის, ეს ბუნების მიერ შექმნილი არის თუ ადამიანის მიერ შექმნილია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი ხა თუნდაც აგერ ორი კამერა დგას, ეს დიზაინერების ნამუშევარია, ის კამი თქვენ რაზეც ზიხართ, ის დიზაინერების ნამუშევარი, არა ტანსაცმელი რაც გაცვიეთ, ის დიზაინერების ნამუშევარი, ტელეფონი რომელიც თქვენ გიდევთ, ჩანთა რომელიც თქვენ გაქვთ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი დიზაინერების გაკეთებული, ანუ თქვენ ხართ გარშემორტყმული. და ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრება გავილამაზოთ და რაღაც კაი გარემოში ვიცხოვროთ და ასე შემდეგ. და იგივე სასტუმრო, აგერ ხედავთ, შვენიერი სასტუმრო არის, კარგად მოწყობილი, თქვენ სიამოვნებთ აქ ყოფნა, მეც სიამოვნებს აქ ყოფნა, თუმცა ეს კაი მაღიზიანებს კიდევ ერთხელ გეუბნებით. და ვამბობ იმას, რომ აი საბჭოთა კავშირი რატომ დაიშალა? სულ კითხო, ამ ბევრი საუბარია იქ. რეიგანმა დაშალა, მარგარეტ იქ რაღაც პოლიტიკური რაღაც ასპექტები ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო დიდხანს, იმიტომ რომ ეკონომიკა იყო მხოლოდ ნავთობზე მიმული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა საბჭოთა კავშირში წარმოება საკმაოდ განვითარებული იყო და პრაქტიკულად ისეთ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აღიქმებოდა. საბოლოო ჯამში რომ გაუკეთე ანალიზი, ამას ყველაფერს მივედი იმ აზრზე, რომ რატო დაიშალა, იმიტომ რომ დიზაინი არ არსებობდა. და პრაქტიკულად ეგ იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ხალხში გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი. პროტესტის გზნობა. რატო არ უშვებდნენ უცხოეთში? იმიტომ არ უშვებდნენ, რომ იქ ლამაზი რაღაცეები არ ენახათ. იქ არ ენახათ დიზაინის შედევრი, დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქცია. აქ იყო ისეთი ცნება, რომ შენ ერთი პიჯაკი უნდა გწმოდა მთელი ცხოვრება, ის პიჯაკი უნდა გადაცემულიყო შვილზე, შვილიშვილზე და ასე შემდეგ, იმიტომ მე მახსოვს 80-იან წლებში ერთი ადამიანი შეხვდა, მანქანა ყავდა შეყებული WAZ 2106, რომელიც დღეს საერთოდ არც არავის არ ახსოვს, მე მგონი რელიკვია არის, თუმცა თავის დროზე ითვლებოდა ერთ-ერთ პიკად შენი ცხოვრების სტატუსის და ასე შემდეგ 06-ით რო გამოხვიდოდი, ძალიან მაგარი ტიპი იყავ. და მე მახსოვს, რომ ფარეხში შეაყენა აგურებზე და აყენა მანქანა და თქვა, რომ ეს ჩემ შვილიშვილს უნახაო, ამ მანქანით ივლის კიდე ჯერ კიდე ჩემი შვილიშვილიო და იმისთვის, ანუ იმის წარმოდგენაში რაღაცა ეს ცივილიზაციის მომენტი სწრაფად გარდაქმნის, ახალი პროდუქციის საერთოდ არ არსებობდა და ეგ იმიტომ კი არ არსებობდა, რომ ის იყო გონება შეზღუდული. არა, იმიტომ რომ მთლიანად ამ სისტემაში საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ესეთი ცნება, რომ რაღაც დიზაინის, რაღაცა თანამედროვე ხშირი ცვლილებები მომხდარიყო, მოდას ყოფილიყო აყოლილი და მანქანა მაგალითად რო კეთდებოდა, ის მანქანა კეთდებოდა დაახლოებით 20-30 წელი უნდა ყოფილიყო წარმოებაში და მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. და კარგად იცით, თქვათ იგივე წარმატებული პროდუქცია, რაც მაშინ წარმოებაში გამოდიოდა, ის იყო პირდაპირ კოპიო, თქვათ უცხოურის ანალოგი იყო, პირდაპირ გადმოტანილი, ეს იქნებოდა ვიდეო, მაგნიტოფონი, ფოტოაპარატი თუ რა. და ეს ფოტოაპარატი მე არ ვითარდებოდა, რჩებოდა წარმოებაში 20-30 წელი და ადამიანს ბეზდებოდა ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში იმ ხალხმა, ვინც გავიდა უცხოეთს და საბჭოთა კავშირის ფარგლებს გააღწია თავი და ჩამოდიოდა და ესეთი აღფრთოვანებული თვალებით ყვებოდა თქვენ მე არ ვიცი ხა თქვენ იმედია რომ არ მოსწრები ხართ, მაგრამ იყო ეგეთი მომენტებიც, როდესაც ესე იგი ჩამოქონდათ იცით რა. სარეცხი ეს გუბკას რომ ეძახიან. ხო იცით სარეცხის საშუალებები, ეს გუბკები თებშებს რითიც რეცხავენ. ფერადი. პაკეტში ჩადებული და ყველაზე მაგარი რა იყო, იცით? ეგ გამოქონდათ მაშინ რეცხავდნენ ჭურჭელს მაგითი.
როცა სტუმრები იყვნენ, რომ იმათთვის ეჩვენებინათ. აი ხო წარმოგიდგენთ ესე იგი რა დღეში ვიყავით და ესეთი პარკები, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვყრით ესე, ხო, ის პარკები თუ ზედ ნახატი იყო რაღაც, ის ირეცხებოდა აუცილებლად და იყო გამოფენილი და ეს რო შენ მაგარი ლამაზ ნახატით პარკი ქონდა გამოფენილი, ეგ იყო ისეთი რაღაც აი მე ეს პარკი მაქვს და გაჩვენებთ, ანუ იმ ტანსაცმელთან ერთად გვერდით ეკი და ეს რაღაც ფერადი პარკი, რომელიც ხალხს სიამოვნებას გვრიდა. ანუ აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ ხალხს ეს ყველაფერი მობიზდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამასთან ერთად პლუს რა ემატება? ნუ ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ პროპორციული არის თქვენ ქვეყანაში არსებული დიზაინის. ანუ თქვენ თუ არ აწარმოებთ კონკურენტუნარიან პროდუქციას, თუ თქვენ გყავთ სუსტი დიზაინერები, ანუ დიზაინერი შეიძლება კარგი გყავდეს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ადამიანი არის კიდე პლუს ვინც ამ დიზაინ პროდუქციას საბოლოო სახეს აძლევს, ეს არიან ტექნოლოგები, აქ უნდა იყოს მუშაობის კულტურა და ასე შემდეგ, არ უნდა იყოს რაღაც გულგრილი დამოკიდებულება თვითონ ტექნოლოგიურ პროცესთან და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში, როდესაც თქვენ კონკურენტუნარიანი პროდუქტი დევს დახლზე და თქვენი პროდუქცია არ არის საკმაოდ ისეთი საინტერესო მომხმარებლისთვის, აი, სწორედ მან იწყება ეკონომიკური პრობლემები. ანუ ის ქარხანა განიცდის წაგებას, იმიტომ რომ მისი პროდუქცია არ იყიდება, რეკლამა არ მუშაობს და ასე შემდეგ. როგორ არის იცით, აი, თქვათ, ავიღოთ შეფუთვა, ხო? აი, შეფუთვას რაც შეეხება, მე ახლა ცოტა ისე კონკრეტულად ჩავალ ამ შეფუთვაზე ვისაუბრებ. ჩვენთან პირველი რა არის შეფუთვის? პირველი არის შეფუთვის ის, რომ თქვენი მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს მაქსიმალურად. და პრაქტიკულად რაც არ უნდა აიღოთ, ხო, საბოლოო ჯამში, ახლა მე ხშირად მაქვს ხოლმე ამ თემაზე კოლეგებთან საუბარი და პრაქტიკულად მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი შეფუთვაა და ადამიანის შეფუთვა არის. ანუ შეიძლება შიგნით სულიერი ერთი იყოს, რაც შიგნით არის, კარგი ან ცუდი და გარე სახე მისი, ანუ შეფუთვა, რასაც ვეძახით ჩვენ packaging-ს, იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ან შეესაბამებოდეს. აი ზუსტად შეფუთვაში, ანუ პროდუქციის შეფუთვაში ზუსტად იგივე რაღაცეები ხდება. ანუ რა არის? კი, ადამიანი მიდის თქვენ, ნუ აი, თქვათ შეხვედით სადღაც კაფეში, ან ქუჩაში მიბრძანდებით, ხო? ამდენ უხეშად ვიტყვი, ახლა ძალიან უხეშად, ამდენ შეფუთვასთან გაქვთ ურთიერთობა, ანუ თქვენ დადიხართ ქუჩაში და ბევრი შეფუთვები დადიან ასევე თქვენთან ერთად. თქვენ ვიღაც კონკრეტულზე ან ამახვილებთ ყურადღებას, ან არ ამახვილებთ, ხო? აი ესე იგი რომელიღაცა შეფუთვა თქვენთვის მისაღებია და რაღაც საინტერესოა სხვებისგან გამოირჩევა. იგივეა დახლებზე. ანუ ადამიანთან ურთიერთობაში რა ხდება? თქვენ ამ შეფუთვით დაინტერესდით და მერე გაინტერესებთ შიგთავსი. რა არის? და თუ ეს შიგთავსიც საინტერესოა თქვენთვის, მაშინ ეს ხდება თქვენთვის მთლიანად საინტერესო და საყვარელი ობიექტი, ხო? იგივე არის პროდუქციაში. ანუ ჩვენ რა შვებით? ვთქვათ, გავაკეთეთ რაღაცა ღვინის ეტიკეტი, ავიღეთ ან ღვინო რაღაც შევფუთეთ რაღაცაში, ხო? დახლზე დევს ეს ღვინო. პირველ რიგში ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვცდილობთ, რომ მომხმარებლის ყურადღება მაქსიმალურად მივიქციოთ, მივაქცევიოთ ამას, ამ პროდუქციას, რომ სხვებისგან გამორჩეულია და რაღაც სხვა დონეზე დგას, განსაკუთრებული არის სხვებისგან გამორჩეულად და აქ იწყება უკვე ურთიერთობა თვითონ მომხმარებელთან. ანუ კომუნიკაცია უნდა შედგეს პროდუქტსა და მომხმარებელს შორის. და თქვენ როგორც კი დაინტერესდით ამ შეფუთვით და თქვენთვის უკვე გახდა საინტერესო, ანუ თქვენი აი ეს შეფუთვა კაფეში წაიყვანეთ, მოდით ესე დავარქვათ, რომ უფრო კარგად გაიცნო, ხო? თქვენ შეიძინეთ ეს შეფუთვა და წაიღეთ სახლში და გასინჯეთ. და აღმოჩნდა, რომ შიგთავსიც შეესაბამება გარე სახეს. აი ეს არის უკვე სრული ჰარმონია და სადაც იწყება თქვენი ურთიერთობა. თქვენ მოგწონთ გემოს, თქვენ მოგწონთ შეფუთვას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დიზაინერების პროგრამა მინიმუმი არის დაკმაყოფილებული, რომ თქვენი ყურადღება მაქსიმალურად მივაქცევინოთ, მივიქციოთ ამ პროდუქტის მიმართ და თქვენ გაგიჩნდეთ იმის სურვილი, რომ თქვენ ადგეთ და შეიძინოთ. აი სწორედ ეგ მომენტი იყო, ეხლა ისევ პარალელს გავავლებ ამ საბჭოთა კავშირთან, რომ
ჩვენთან რა იყო? საბჭოთა კავშირის დროს იყო ის, რომ შენ მაღაზიაში მიდიოდი და ყიდულობდი რაღაცას. იგივე ბორჯომი ავიღოთ. აი, თქვა ბორჯომა განიცადა თავის სახეცვლილება და ბევრმა იცით, მე არ ვიცი ხა ინტერნეტში ნანახი გაქვთ თუ არა. Coca-Cola-ს ბოთლები რო აიღოთ, ხო, მთელი ევოლუცია არის ამ Coca-Cola-ს ბოთლების. თუ რითი დაიწყო და სადამდე მივიდა და დღემდე გრძელდება. ეხლა ბოლოს გეტყვით, რომ საშინელება არის, იმიტომ რომ რაღაც საშინელი სახე მიიღო. ყველაზე ისეთი საინტერესო პერიოდი იყო, სადღაც 1915 წლიდან, სადღაც 50-იან 60-იან წლებამდე. ეხლა ბოლო რაც გააკეთეს, ის იყო 90-იანებს გულის, ხო, ეს სრული ესე ვთქვათ დღევანდელი ცხოვრების გამოძახილი არის პეტის ბოთლი, სიმახინჯე, რომელიც არის გათვლილი მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იაფად მიაწოდო პროდუქცია ადამიანს და ასევე რაღაცა გენეოლოგიის, რაღაც გენეტიკის რაღაც იდენტიფიკატორები შეინარჩუნო ამ თავისი ბოთლის ფორმებით. თუმცა პროპორციები და ასე შემდეგ ეგ უფრო ისეთი ღრმად განსაზღვრელი თემა არის. და ეს სწორედ მანდ მივედეთ ეხლა რომ და წარმოიდგინეთ ეგ იგივე ბორჯომი ავიღოთ ხო ბორჯომი რა ბოთლი რომელიც არ იცვლებოდა თქვათ დიდი ხნის მანძილზე ეტიკეტი რომელიც იყო ესე გვერდულად დაწებებული ნახევარი იყო გადმოღუნული საღებავები არ იყო კარგად დადებული რაღაც ნახევრად გამჭვირვალე რაღაც მიღრეცილ მოღრეცილი ბოთლი იყო თქვათ რაღაც დღეს ერთი ფერის ბოთლი იყო ხოლმე მეორე ფერის ბოთლი იყო და ასე შემდეგ ანუ ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი არის ეს დიზაინის შემადგენელი ნაწილი რომელიც თქვენთვის არ იყო მისაღები და შემოვიდა ვინ PepsiCo თქვათ Coca-Cola, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგად გამართული ლოგო, სავაჭრო ნიშანი, რომელსაც ჰქონდა ხარისხიანი ბოთლი. ბოთლი, რომელიც თქვენ ესთეტიურ სიამოვნებას განიჭებდათ და ბოთლი, რომელსაც თქვენ ინახავდით, იმ ბოთლში ასხავდით ტყემალს, ან მიდიოდით და სვავდით წყალს და ამ ბოთლი რაღაც თქვენი ემოცია, ანუ თქვენ გძნობდით თავს კარგად. ბედნიერად იმ მომენტში ეს იყო წუთიერი ეს იყო ერთი დღის განმავლობაში ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელობა არა ანუ დიზაინერმა შეძლო ის რომ თქვენი ცხოვრება ის ერთი წუთი ლამაზად ან უფრო გემრიელად ან უფრო კარგად და თბილად და ტკბილად გაგეტარებინათ ანუ ის დადებითი ემოციები მოენიჭებინა და აი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბოლოს მობეზდა ხალხს ეს ყველაფერი ამის ყურება აი ამ სისაძაგლეების რაც ხდებოდა იმიტომ რომ ჟიგული, რომელიც 60-იან წლების დასაწყისში გააკეთეს იტალიელებმა, როგორც იცით, მე მგონი 2005 წლამდე გამოდიოდა რუსეთში, იგივე ძარით, იგივე ყველაფრით, პრაქტიკულად არ ვითარდებოდა და როცა შენ გაქვს საშუალება, რომ შეადარო, როცა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ავტომობილების გამა წარმოებელი თავის გამას ცვლის და ყოველთვის გთავაზობს რაღაც ახალს, საინტერესოს უფრო კომფორტულს, უფრო მისაღებს, თქვათ, შესახებად, ვიზუალურად, სუნით და ასე შემდეგ, ხო? სასმენად იგივე. თქვენთვის უკვე რა თქმა უნდა ისრჩება და საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა დაიშალა. ის ქვეყანა კი არა, ის სახელმწიფო დაიშალა და პრინციპში მე გეტყვით, რომ სწორიც მოხდა, იმიტომ რომ იქ სადაც არ არსებობს დიზაინი, იქ სადაც არ არსებობს აი ეს ასპექტები, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზე, ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ფიქრობს და დიზაინერები, რომლებიც კეთილდღეობაზე ფიქრობენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს იყო ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი, ისეთ დიზაინერები, რომლებსაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები ჰქონდათ შექმნილი და პრაქტიკულად უცხოელებიც კი თავაზობდნენ მათ ცნობილ დიზაინ სტუდიებში წაყვანას, პინინფარინა მაგალითად იხვეწებოდა რამოდენიმე დიზაინის წაყვანას და მაშინ რაღაც ტენდენციები ჰქონდათ, ისეთი პარალელურად, ან თავის პირადი საკუთარი ნამუშევრები ჰქონდათ, ისეთი შენთვის რო ვითარდები, მაგრამ სახელმწიფო რო არ გაძლევს განვითარების საშუალებას და იყო ისეთი პროექტები, რომლებიც მართლა ხიბლავდნენ უცხოელებს და იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე და უფრო მეტიც, უფრო მოწინავეც კი იყო ბევრ იტალიელებზე და ვთქვათ ამერიკელებზე უფრო საინტერესო პროექტებიც კი იყო მაშინ შექმნილი, მაგრამ ეს ვერ იღებდა ვერანაირად განვითარების სახეს. იმიტომ რომ მაშინ ცოტა მენტალიტეტი იყო სხვანაირი და ის ხალხი არ იყო სათავეში, ვინც ამას ყველაფერს ნორმალურად აღიქვავდა და გაიანალიზებდა ეს მას უფრო საბჭოთა კავშირის და მის შემდგომი პერიოდიც უფრო რაღაც ეს პოსტსაბჭოთა კავშირი უფრო კომპლექსიან ხალხთან არის და ესე ვთქვათ დაკავშირებული და აქედან გამომდინარე რაღაც პირადი კომპლექსების დაკმაყოფილებასთან უფრო ხდება, ვიდრე ვთქვათ ობიექტურად აზროვნებასთან და იმასთან თუ საზოგადოება როგორ უნდა განვითარდეს და რა უნდა მიაწოდო და როგორ. და აი ეს მომენტი იყო და აი ხა ისევ კიდევ გავაგრძელებ მაგას ყველაფერს, რომ
პრაქტიკულად აი ჩვენ თუნდაც მაშინ აი რო აიღოთ ნებისმიერი მომენტი ადამიანის ცხოვრების, ხო? აი აბსოლუტურად ნებისმიერი მომენტი, სიკვდილამდე, თქვათ ის ადამიანი, რომელიც გარდაიცვლება, იმისთვის უკვე უმნიშვნელო ხდება. ალბათ მე არ ვიცი და 100 წლის მერე მოუყვები ამას ალბათ, მაგრამ როგორ არის ისეთ მთელი ცხოვრება აქვს დიზაინერთან შეხება. იგივე ვთქვათ ძილის დროს, ხო? აი თქვენ როგორ გძინავთ? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ საწოლზე წევხართ, როგორი მატრასი გაქვთ, როგორი ბალიში გიდევთ. იმ ბალიში ვთქვათ ბუმბულების რაოდენობა, რომელი ბუმბულია გამოყენებული, ბატის ბუმბულია თუ ქათმის ბუმბულია გამოყენებული, თუ საერთოდ ბუმბული არ არის და ვთქვათ რაღაც სხვა სინთეტიკური მასალები არის გამოყენებული. იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება, ვთქვათ ვიყენებთ სინთეტიკურ მასალას, ხო? აი სხვაობა რა არის? სინთეტიკური მასალა ჯდება გაცილებით უფრო იაფი. მაგრამ იწევს ოფლიანობას, იწევს რაღაც მცირე ტკიპების გაჩენას, რომელიც თვალით არ ჩანს. ეს ტკიპები იწევენ ავადმყოფობას, ეს ავადმყოფობა იწევს იმას, რომ თქვენ უნდა წამლები იყიდოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი ცდარი მარცხნივ ან მარჯვნივ, შენ როდესაც ირჩევ გზას, ანუ დიზაინერი, როცა აპროექტებ, მარცხნივ წახვალ თუ მარჯვნივ წახვალ, ეს შეიძლება გადაიზარდოს გლობალურ პრობლემაში. ან პირიქით, ამან გადაჭრას გლობალურად პრობლემა. და აი ბალიშზე ვამბობ ზუსტად, ანუ თქვენ თუ ვთქვათ იყენებთ ბატის ბუმბულს, რა მასალა გაქვთ, იქ სინთეტიკური არის თუ ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული, ეს არის ხელოვნური თუ ნამდვილი ვთქვათ ბამბის მასალა. ამაზე არის დამოკიდებული კომფორტი. ანუ თქვენ კომფორტულ ძილზე არის დამოკიდებული მეორე დღის თქვენი წარმატებული სამუშაო დღე, თქვენი ემოციები და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად რაც არ უნდა აიღოთ, დიზაინერს ვერ გაიქცევით. ნუ ოცნებობთ მაგას. არ გინდათ. ხო და აქედან გამომდინარე, აი ძალიან ისე ყოველწამიერი ცხოვრება არის პრაქტიკულად აქ ესე ვთქვათ წარმოჩენილი და იცით რა არის როგორი მომენტი არის რომ უკვირდები ახლა ხო აი უფრო შინაურულად გეტყვით რა ეხა აქ არ დავიწყებ ისე საუბარს რომ რაღაც ოფიციალური გამოსვლა მაქვს და ასე შემდეგ რო უკვირდები საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე რომ რაღაც ღმერთის ნაწილი ხარ იმიტომ რომ შენ თუ შეგიძლია ადამიანს კაი ემოცია ან ცუდი ემოცია აჩუქო ხო ესე იგი ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და რაღაც სარგებელი მოუტანო ქვეყანას. ნუ პრაქტიკულად ხარ ღმერთის ნაწილი. იმიტომ რომ ადამიანის მოვლენიდან იმ მომენტიდან, მოვლენის მომენტიდან და კიდე უფრო ღრმად წავალ, აგერ ახლა საერთოდ ახალი აზრი მომივიდა, თუნდაც მოვლენამდე. ხო, ავიღოთ, აი, დღეს ტექნოლოგია იქამდე განვითარდა, რომ შეიძლება ადამიანის ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი გააჩინოს. ხო? არის ეგ საშუალებები უკვე დღეს და აი წარმოიდგინეთ ახლა იმ დიზაინერს რომელმაც ეს საშუალებები მოიგონა რომ უსაფრთხოდ მოხდეს ადამიანის განაყოფიერება ეს ხო არ მოხდებოდა რომ გაეკეთებინა ვთქვათ არასწორად და ცუდად ეს იქნებოდა დაკავშირებული იმ ადამიანის არ გაჩენასთან ან სიკვდილიანობასთან ან ასე შემდეგ ანუ აი პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე ყოველ მომენტში ჩვენ გვიწევს რაღაც აი სიცოცხლეზე და გაუმჯობესებაზე, ცხოვრების გაუმჯობესებაზე, კაცობრიობის გაუმჯობესებაზე და ჩვენ დიზაინერები არ ვართ პირდაპირ გეუბნებით ლამაზი რაღაცების მკეთებლები. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო გაუმჯობესება და აი გეტყვით, ახლა ვთქვათ, ავიღოთ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, ქილიკი არის, ცოტა უფრო ძველი თაობის ხალხი, მაგალითად ვერ აღიქვავს ტექნოლოგიებს კარგად. რაღაც მომენტში მეც გეტყვით რომ რაღაცა რომანტიკულობის მომენტი ვთქვათ შეიძლება რაღაცეებში დაიკარგა და ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ და რაღაცა ჩემთვის მისაღებია მაგრამ რაღაცა არ არის ჩემთვის მისაღები მაგრამ აი პარალელები მინდა გავალო ახლა დიზაინერებს ახლა სტივ ჯობსის პროდუქცია ყველამ ვიცით ხო ვთქვათ მაგრამ თავი გავანებოთ სტივ ჯობს ავიღოთ მე-20 საუკუნე მე-19 საუკუნე სადაც ვთქვათ მე უბრალოდ მე-18-ში დაიწყო ეს ინდუსტრიული რევოლუცია ბრიტანეთიდან მოდის და მაგათ უნდა უმოდლოდეთ საერთოდ ყველაფერზე. და აი ნახეთ კომპიუტერის გამოგონებამ რა გამოიწვია, თქვათ. ყველა ამბობს, აი მე ეს ცუდია, ეს საშინელება, ეს გამოსხივება, კისა, ადამიანს ადებილებს და რაღაც. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ კომპიუტერის გამოგონებამ და იგივე ინტერნეტის გამოგონებამ, იმეილებმა
აი ანალიზი რო გაუკეთოთ, ხო? იმეილმა რა გააკეთა? იმეილმა დაზოგა საწვავი, რომ შენ წერილი უნდა წაგიღო A-წერტილიდან ერთი ქვეყნიდან მეორეში, რამდენი ადამიანის საათის რესურსი უნდა რა, ადამიანის საათი უნდა გამოგეყენებინა და ასე შემდეგ და ასე. ანუ ესე იგი წარმოიდგინეთ საწვავი, რომელიც არის ეკოლოგიასთან დაკავშირებული და სულ მინიმუმ გეტყვით რამდენი ქაღალდი. ანუ ქაღალდის მომენტი, რომ შენ უნდა გაკაფო ხე და იმ ხეს გაკაფვაზეც ენერგია უნდა დახარჯო, რომელიც ასევე ეკოლოგიას აყენებს ზიანს და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან დიდი რგოლი. რომელიც პრაქტიკულად აი ამ იმეილით და ვთქვათ აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით, აი ამ დიზაინით, რაღაცა ახალი ინოვაციური მიდგომით, ხო? პრაქტიკულად ჩვენ მოვაგვარეთ, ესე შეიძლება ითქვას ძალიან დიდი პრობლემა. და ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ აი სწორედ ეს პრობლემები და ჩვენ ვართ აი ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ამ პრობლემების მოგვარებით დაკავებული. ვთქვათ იგივე ელექტრომობილები ავიღოთ. მაგალითად თქვენი მობილური ტელეფონი. წარმოიდგინეთ ახლა როგორ აადვილებს და როგორ ზოგავს, ვთქვათ, თანხებს, რამხელა თანხები იზოგება იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკულად ინტერნეტის საშუალებით მიიღოთ ძალიან დიდი ინფორმაცია. გაუსვლელად სახლისა. როცა თქვენ ვთქვათ, იგივე ინფორმაციის მიღებაზე მოგიწევდათ ბიბლიოთეკაში წასვლა, ეს არის კიდევ ვთქვათ გადაადგილების მანძილი, ან არის იმ ბიბლიოთეკაში ეს ინფორმაცია, ან არ არის ამ ბიბლიოთეკაში, თქვენ მიბრძანდებით ბიბლიოთეკაში. ეს არის წიგნები, სადაც არის ეს დაბეჭდილი, თქვენ გაძლევენ იქ იმის საშუალებას, რომ ამის კოპირება მოახდინოთ ქსეროკოპიებით და ასე შემდეგ, კიდე ცალკე ხარჯები და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ტექნოლოგიები არის სწორედ აი დიზაინ პროდუქტი, რაზეც მე ვსაუბრობ და რაზეც მინდა რომ ცოტა უფრო აი სხვანაირად იყოს დანახული და სულ მომყავს მაგალითი აი იმასთან დაკავშირებით რითიც დავიწყე თავიდან რომ რა არის კარგი დიზაინი და რა არის ცუდი დიზაინი და ეს მე ხათ ჩამოვთვალე საყოფა ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრება, მაგრამ აი რო აიღოთ თქვათ არის მშვიდობიანი პერიოდი და არის საომარი პერიოდი, ხო, როდესაც კაცობრიობა რაღაც ძალიან დიდ სტრესს განიცდის და ძალიან დიდი კატაკლიზმების წინაშე დგება. და ეხლა ნახეთ რა ხდება. ომი რო აიღოთ. ხო, აი არის ადამიანური რესურსები. აუცილებელი არის ეს ადამიანური რესურსები, მაგრამ საბოლოო ჯამში ომის ანალიზი რო გააკეთოთ, ეს არის დიზაინერების ომი. პრაქტიკულად ყველაფერში. და ნახეთ რა ხდება. მე მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს. ომის დროს არის აუცილებელი მეორე მსოფლიო ომის მაგალითზე მოგიყვანთ. აი ომის დროს არის აუცილებელი რომ რაც შეიძლება მასიური იყოს თქვენი წარმოება, რაც შეიძლება უფრო ტექნოლოგიური იყოს, იაფიგიჯდებოდეთ, იმიტომ რომ ხალხის რესურსები რაც შეიძლება ნაკლები იყოს საჭირო და პროდუქცია კიდე რაც შეიძლება მეტი შეიქმნას და ავიღოთ მე ხა გავატარებ პარალელებს, ვთქვათ, ინგლისს, საბჭოთა კავშირს და გერმანიას შორის. და ნახეთ რა ხდებოდა. ინგლისში აი დიზაინერის მომენტი სად არის? ახლა ეგ ინგლისში რო უნდა წარმოებულიყო ავტომატი სტენი, ეგეთი ცნობილი ის იყო პისტოლეტ, პულემეტ ეგრე ერქვა, ტყვიამფრქვევი პისტოლეტ, ტყვიამფრქვევი იყო ეგეთი სისტემის. და კონსტრუქტორმა, როდესაც მიიტანა და წარმოებები ხა თქვენ იცით რომ სპეციალიზირებულ წარმოებას არავინ არ შექმნის, არა, რაღაცა უკვე არსებულ წარმოებას უნდა მორგებულიყო და აზრი გაჩნდა ისეთი ავტომატი შეექმნათ, რომელიც შეიძლებოდა სათამაშოების მწარმოებელ კომპანიას ეწარმოებინა. ანუ ტექნოლოგია უნდა ყოფილიყო ზუსტად იგივე. თქვენ რაღაც პროდუქციას უშვებთ და მე მომაქვს რაღაც ახალი პროდუქცია, აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ მე შემიძლია სულ თავისუფლად თქვენ წარმოებას მინიმალური ხარჯებით მოვარგო და ნახეთ რა ხდება. მიიტანეს ეს ავტომატი სათამაშოების ქარხანაში. და სათამაშოების ქარხნის დიზაინერი, რომელიც იყო დიზაინერი, ანუ დიზაინერის აზროვნება არის აბსოლუტურად განსხვავებული, რაციონალურობაზე მორგებული. და ძალიან ბევრი ასპექტი. ან კონსტრუქტორმა მიიტანა და კონსტრუქტორი ეგ არ არის დიზაინერი, კიდე მინდა გითხრა. დიზაინერი არის კონსტრუქტორიც, ფილოსოფოსიც, ფსიქოლოგიც, ტექნოლოგიც, მარკეტოლოგიც და ყველაფერი აბსოლუტურად ერთად ყველაფერი აღებული და ნახეთ რა ხდება. იყო 69 დეტალი. და ამ სათამაშოების დიზაინერმა დაიყვანა 59 დეტალამდე. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც. იმიტომ რომ შენ შეგიძლია 20 ნაწილით ნაკლები, ანუ ესე იგი უფრო სწრაფად აწარმოო
გაფუჭების შანსი გაცილებით უფრო ნაკლები გაქვს, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებიან დეტალების რაოდენობა, მით უფრო ზიანის მომენტი ნაკლები არის გაფუჭების, გაიაფთა წარმოება, გაიზარდა წარმადობა და საბოლოო ჯამში იცით რა ღირდა ამ ავტომატის წარმოება? ამ ავტომატის წარმოება ღირდა 2 ფუნტი და 9 შილინგი. აი ეგ იყო 9 სტერლინგი უკაცრავად, ხო და აი ეგ იყო მთელი მაგისი აზრი, რომ რამდენად მარტივი და იაფი იყო. და იგივეს გეტყვით მეორე მომენტი იყო, როდესაც თქვათ ესეთი ცნობილი თვითმფრინავი ყავდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელებს. ეს იყო The Havilland Mosquito, ყველაზე ნაკლები ეგ თვითმფრინავი არის ჩამოვარდნილი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საინტერესო კონსტრუქციით იყო გაკეთებული და ყველაზე მაგარი რა იყო, იცით, რომ ამ თვითმფრინავს აწარმოებდა ავეჯის მწარმოებელი ფირმა, რომელიც ზუსტად ერთი დღით ადრე ისეთივე წარმატებით უშვებდა ავეჯს, ლოგინებს, სკამებს და ასე შემდეგ. ანუ სრულიად ტექნოლოგია პრაქტიკულად არ შეცვლილა, ჩვეულებრივად მიიტანეს და ავეჯის მწარმოებელმა იგივე მასალების გამოყენებით, ფანერით, ხით და ასე შემდეგ შეძლო ის, რომ აი ეს თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს მოუტანეთ ძალიან დიდი სარგებელი ინგლისურ მხარეს და მოკავშირეებს. ანუ აი აქაც სწორედ ეგ მომენტია და ეხლა მე გადავალ ცოტა უფრო პარალელებს გავავლებ, თქვათ გერმანულს და საბჭოთა ტექნიკას შორის. ანუ ნახეთ რა ხდება ეხლა თავიდან დავიწყე საუბარი სუპირველად თავიდან, რომ შევხვდით იმაზე, რომ რა არის დიზაინი, რომ დიზაინი ლამაზი რაღაცა, ეგ კიდევ არ ნიშნავს, რომ დიზაინია. ლამაზი რაღაცა არის სტაილინგი, მაგრამ დიზაინი არის კომპლექსური. და ნახეთ რა ხდება. ავიღოთ თქვათ საბჭოთა ფორმა, საბჭოთა სამხედრო ფორმა და ავიღოთ გერმანული უნიფორმა. მე თქვენი აზრი მაინტერესებს, ხო ყველას გაქვთ ნანახი, ხო? მესამე რეიხის უნიფორმა. რომელი უფრო მოგწონთ, საბჭოთა ფორმა თუ გერმანული? გერმანული, ხო? გაცილებით უფრო ისეთი ესთეტიურ სიამოვნებასაც განიჭებს და რაღაც. მაგრამ ნახეთ რა ხდება ხა. არის სტალინგრადის ბრძოლა. და სადაც მხოლოდ დიზაინზე არის საუბარი. აბსოლუტურად სხვა დაივიწყეთ ყველაფერი. არანაირი იქ რესურსები, გასაგები ადამიანების და ასე შემდეგ, მაგრამ დიზაინი რა არის? ანუ კონკრეტულ ადგილს, კონკრეტულ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ მიიღო მაქსიმალური მოგება და რა ხდება სტალინგრადის დროს. ნახეთ, გერმანული ფორმა, რომელიც არის ძალიან იდეალურად დახვეწილი, თავისი ნიშნებით, შენ გვრის რაღაც სიამოვნების, მაგრამ ასევე რაღაცა შიშის მომენტს და არის რუსული ფორმა, საბჭოთა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ბუშლატა, წელაგრეიკა, სადაც აქვთ ესეთი თქვათ ისინი, რა ქვია, ვარიშკი, ეგრე ერქვა, ესეთი გერმანელი ტყავის იმაში ჩაცმული და ასე შემდეგ და ნახეთ რა ხდება. რუსული ზამთარი მოვიდა. რუსული ზამთარი ყველა მიცის რაღაც საშინელება არის, ხო? იმიტომ -40 გრადუსი არის და ასე შემდეგ. და ძალიან კაი ექსპერიმენტი იყო ჩატარებული, ესე იგი დიზაინი და სტაილინგი ერთმანეთზე შედარებული. და რა ხდება? სითბო დანაკარგი იმ ყინვაში გაცილებით უფრო ნაკლები აქვს საბჭოთა ჯარისკაცს, ვიდრე გერმანელს. და ეს სითბო დანაკარგი, ანუ თქვენ იმ ყინვაში სითბოს როცა კარგავთ, იწევს იმას, რომ თქვენ უკვე პრაქტიკულად გაცილებით უფრო ნელა მოქმედებთ და უმოქმედო ხდებით, არა ფაქტიურად თქვენ კარგავთ წარმატების საშუალებას. და ნახეთ რა ნიუანსები არის ახლა. აბსოლუტურად ესთეტიკაზე არ არის რუსულ მხარეზე საუბარი, საბჭოთა მხარეზე, აქ შემოხვეული რაღაც კაშნეები უჩანს მხოლოდ თვალი. სითბო დანაკარგი არის მხოლოდ აი ეს არეა. გერმანული ლამაზად ჩაცმული სითბო დანაკარგი კისერი, თან კისერზე ეს ჩაფხუტი რო ედება, იწევს საშინელი, იმიტომ რომ გაყინული ჩაფხუტი ახლა წარმოიდგინეთ კისერზე რო გედება. კისრის მომენტიდან, ცხვირის მომენტი, ეს სასუნთქი ორგანოებიდან თითები აქ ცალკე ხელთათმანი. არის მოსახერხებელი ხელთათმანი, ვითომ შედარებით იმასთან, რაც აქვთ რუსებს, ეს არის ვარიშკი, ხო? მაგრამ ვარიშკის ნახეთ რა ხდება ახლა. ვარიშკი არის ესეთნაირად გაკეთებული, რომ თქვენ 4 თითი გაქვთ ერთად, ესე იგი 4 თითის სითბო დანაკარგი ერთად გაცილებით უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ 4 თითი არის ერთად და ერთმანეთს ათმობენ, ვიდრე ცალ-ცალკე როცა გაქვთ ხელთათმანში. და რა გაუკეთეს ახლა რუს მებრძოლეებს და სნაიპერებს და მსროლელებს.
დამატებით ქონდა კიდევ ერთი თითი დამატებული. ანუ ეს ერთი თითი როგორც წესი ცალკეა, ეს ვარიშკები გააკეთეს მაქსიმალურად დიდი და დამატებით ქონდა აი ეს თითი კიდევ გაკეთებული რა, იმის გარდა. თქვენ როცა ჯარისკაცის სროლა ჭირდებოდა ამ თითში უყრიდა ჩვეულებრივად თითს და ისროდა, მაგრამ დასვენების შემთხვევაში ეს ყველა ხელი თითი ქონდა ერთად და პრაქტიკულად არ იყინებოდა. და საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, იცით, ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, რომ გერმანელი ჯარისკაცის რეაქცია იმდენად შენელდა, აზროვნებაც, თქვათ ის ძილიანობაც, იმ ყინვაში ძილიანობა იცის, ხო იცით და მე ადამიანი იყინება და საბოლოო ჯამში ლეტალურად თავდება ეს ყველაფერი შედეგი, ხო? პრაქტიკულად, ესე იგი, საბჭოთა ჯარისკაცი რჩებოდა ბრძოლის უნარიანი და გერმანული კვდებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ აქ იყო უფრო სტაილინგზე გაკეთებული აქცენტი, იმიტომ რომ გამოიყურებოდა მაგრად, იყო ლამაზი და ასე შემდეგ, მაგრამ აი დიზაინის ასპექტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აი იმ ფუნქციონალობაზე, აი იმ ყველა ნიუანსების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ, ეგ იყო პრაქტიკულად ამოვარდნილი. და იგივეს გეტყვით მე ახლა ვთქვათ შევადარებ საბჭოთა ტანკს და გერმანულ ტანკს. აი სხვაობა რა იყო გერმანულ და საბჭოთა ტანკს შორის. მხოლოდ ერთი დეტალი იყო, რომელმაც განაპირობა ძალიან ბევრი წარუმატებლობა გერმანელების, ვთქვათ, ბრძოლის მინდორზე. და რა? ბორბლების განლაგება. საბჭოთა ტანკს ჰქონდა ბორბლები ჩვეულებრივად ესე ერთ რიგში ჩალაგებული. გერმანელებს ჰქონდათ შახმატურად ჩალაგებული და ნახეთ რა ხდება ახლა, როგორი სიტუაცია. როდესაც ტანკი ზიანდებოდა, ვთქვათ, ხო? და შიგნითა ბორბალი ზიანდებოდა, ვთქვათ, გერმანული ტანკის შიგნითა ბორბალი, ამ გერმანულ ტანკის იმას რა ქვია, ეკიპაჟს უწევდა დამატებით 2 ბორბლის მოხსნა კიდევ იმისთვის, რომ ის შიდა ბორბალი შეეკეთებინა. და ეს იყო დაკავშირებული დროსთან და ბრძოლის ველზე ყველამ კარგად იცით, რომ ყველაფერი წყვიტავს დრო. აბსოლუტურად ყველაფერს წყვიტავს დრო. და ეს არის დაკავშირებული დროსთან, მის მომსახურეობასთან, სირთულესთან და ასე შემდეგ. და რა ხდებოდა, ნახეთ, საბჭოთა კავშირი, რომელსაც მოყვებოდა ერთი დიდი ინსტრუმენტი, რომელთაც პრაქტიკულად 80% ტანკის იშლებოდა და ყველაფერი იყო ერთი ზომის ჭანჭიკით აწყობილი, ესე დავარქოთ ბოლდგაიგა, რასაც ეძახიან, ხო? გერმანული იყო ძალიან ისეთი სერიოზული ინჟინერიის პროდუქტი. ძალიან რთული ინჟინერია იყო და ძალიან კარგად გაკეთებული გრამატიკულად როა იყო, ვთქვათ, ჩვეულებრივ მშვიდობიან პერიოდში. მაგრამ საომარ სიტუაციაში, სადაც შენ დროს ითვლი, წუთებს და წამებს ითვლი და არ გაქვს იმის საშუალება, რომ ბრძოლის მინდორიდან თქვენ ეს ტანკი აიღოთ და წაიყვანოთ სარემონტოდ და მერე უკან დააბრუნოთ და ის რამხელა დრო და რესურსები. აი სწორედ აი აქ გამოჩნდა ეს პრიორიტეტი. და მაგაზე ვამბობ, რომ პრაქტიკულად რა არის, ცით და ნახეთ რა ხდება ახლა აი ამ ხრივ იგივე საბჭოთა კავშირის მხარეს გაცილებით უფრო რაციონალურად მიდიოდა აზროვნება ვიდრე გერმანულ მხარეს. იმიტომ გერმანიაში იყო დაყენებული საკითხი ესე რომ უნდა იყოს იდეალური ტექნიკა, ნუ იქნება ისეთი მასიური, მაგრამ უნდა იყოს იდეალური ტექნიკა და თავის ტექნოლოგიები და ტექნიკური მახასიათებლებით უნდა აღემატებოდეს, თქვათ, მტრის ტექნიკას, მაგრამ საბჭოთა კავშირის მხარეს მასიურობაზე იყო გაკეთებული აქცენტი და ნახეთ რა პრინციპი არის. მე არ ვიცი თქვენ გაქვთ ნანახი თუ არა, მაგრამ მე მაქვს ნანახი. როდესაც დიდ კალიას ესევიან, დიდია ის კალია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესევა ჭიანჭველების მთელი ჯარი. და პრაქტიკულად ეს კალია ვეღარაფერს ვეღარ ახერხებს, იმიტომ რომ მთელი ჯარი არის შესეული. მას არ შეუძლია არც გადახტომა უკვე, ვეღარ იგერიებს ამ ჭიანჭველებს და ის ხდება ამ ჭიანჭველების მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველა გაცილებით უფრო პატარა არის და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, მაინც ის საბოლოო ჯამში სიკვდილით ასრულებს და იგივე მოხდა აქაც. და ნახეთ როგორი მომენტი არის, თქვათ, იგივე წარმოების მხრივ ესთეტიური მხარე ნაკლებად აინტერესებდა საბჭოთა მხარეს, აინტერესებდა უფრო წარმოება. რამდენად მასიური იქნებოდა, რამდენად შეძლებდა იგივე ვთქვათ 4 კლას დამთავრებული მოსწავლე ამ პროდუქციის წარმოებას და რამდენად იაფი დაუჯდებოდა და ეს საბოლოო ჯამში იმოქმედებდა თუ არა საომარ ომზე საბოლოო შედეგს, ანუ ხარისხის მატარებელი რამდენად
მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ მეოთხე კლასელმა ბავშვმა შეასრულა და არა ვთქვათ კვალიფიციურმა მუშამ. ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინში და აი სწორედ მანდ არის აი დიზაინერის მთელი დამსახურება, რომ აი ეს ამ ფაქტორების და ამ ასპექტების გათვალისწინებით მან შეძლო ისეთი პროდუქტი შეექმნა, რომელმაც საბოლოო ჯამში ომი მოაგებინა და ეს პროდუქცია იყო წარმატებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ აი აქ მოგიყვანეთ თქვენ რაღაც მაგალითები, საიდანაც თქვენ უფრო კარგად გაიგებთ და საბოლოო ჯამში დავასრულებ იმით, რომ აი სულ ვამბობ მაგას, რომ შეიძლება თქვენ გქონდეთ ლამაზი ჭიქა და ამ ჭიქას ვერ რეცხავდეთ თქვენ. ან როცა რეცხავთ, იქ რაღაც რჩება, ვთქვათ, სითხის ნარჩენი და შემდეგ რო გაგაქვთ სტუმართან, ის ამჩნევს, რომ იქ არის რაღაც ყავის ნარჩენი ან ჩაის ნარჩენი ან ძალიან ლამაზი არის ჭიქა, მაგრამ თითს ვერ უყრით და დალევის დროს ხელი გეწევათ. ან ვთქვათ, ისე უხერხულად უყრით ხელს, რომ თქვენ ვერ სვავთ. ხელოვნება რითი განსხვავდება დიზაინისგან? ხელოვნება არის სუბიექტური და დიზაინი არის ობიექტური. ნახატი, სკულპტურა და ასე შემდეგ, რომელიც ფუნქციონალურად არაფრის მატარებელი არ არის მხოლოდ თქვენი ემოციონალური, ესე ვთქვათ, ღირებულება და თქვენ ის ან მოგწონთ ან არ მოგწონთ, დიზაინში ეგ მომენტი არ არის. დიზაინში ყოველთვის ობიექტურად აფასებთ პროდუქციას, შეიძლება პირველი დანახვით ის ისე კარგად ვერ შეაფასოთ, როგორც ვთქვათ, მოხმარების შემდეგ, ანუ ვთქვათ, იგივე დანა, როგორ გიჭირთ. მე საინტერესო რა არის ეს კიდევ აი დიზაინერის მომენტი რა არის? რო ზიხარ, მე თქვენ გესაუბრებით ახლა, ხო? და გესაუბრებით, მაგრამ აი პარალელურად მე ახლა ვფიქრობ რაღაც ძალიან ბევრ რაღაცაზე, პროექტზე ვფიქრობ, ვთქვათ, იგივე ამ პრობლემის მოგვარება როგორ შეიძლება, ვთქვათ, რაღაც. მართლა გეუბნებით, ეს არ არის ის მომენტი, რომ თქვენ, ანუ ეს რა არის, ცით როგორ არის, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი პროფესია, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ეს არის ჩვენი აზროვნების ესე ვთქვათ, ფორმა, რამდენად არაორდინალურად ფიქრობ და სხვა კუთხიდან უყურებ საერთოდ ცხოვრებას და ყველაფერს და მე ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ჩვენც დაგანახოთ, ჩვენ როგორც ხედავთ, ისე დაგანახოთ და რაღაც სარგებელი მოუტანს. აი რა მინდა გითხრათ, ეხლა ნახეთ როგორი მომენტია. რესტორანში ჩემ მეუღლესთან ერთად ვზივარ და მივირთმევთ რაღაცას და ყოველ დადებაზე, ანუ იმის რა ქვია, დანის დადებაზე ეს დანა ყირავდება და როგორ აიცით, რომ ამ სალათის ფურცლებს ისვრის და მოკლედ მთელი რესტორანი არის მოფენილი ამ სალათის ფურცლებით და აი ხვდები, რომ დიზაინერი პირდაპირ უხეშავთ თქვი, რომ ეს მეთქი ვინ დებილის გაკეთებული არის, რომ გააკეთა იმდენად მძიმე სახელური, რომ შენ პრაქტიკულად ჩანგალი დანა არ გიჩერდება თეფშში რა, ანუ რომ ჩადო, ხო? სულ უნდა ისროლო და ასე შემდეგ. ანუ და ნახეთ რა ხდება, ეხლა შევედი უცხოეთში ვიყავი, მე მგონი უცხოეთში იყო, კი, უცხოეთში იყო და მოიტანეს ძალიან ორიგინალური დანა ჩანგალი. და ორიგინალური რითი იყო, იცით? აი პრაქტიკულად ნახეთ რა ხდება აქაც, ანუ თვითონ ჩანგლის ბალანსი და დანის ბალანსი, ხო? როგორაა, თქვენ რო დებთ, თქვათ, მაგიდაზე, ხო? ეს ნახმარი დანა ჩანგალი შედის კონტაქტში თვითონ სუფრასთან თუ არა? ანუ სუფრას თხრის თუ არა? ნახეთ რამდენი რამხელა ჯაჭვი გამოდის. და როგორ იყო, იცით, გაკეთებული დანა? ისეთნაირად იყო გახრეცილი დანა, რომ თქვენ სიფტყით რო დებდით ამ იმას სახელურს, დანა ვერტიკალურად იდგა რა. ანუ ესე იყო 90 გრადუსით გადაღუნული და დანა იდო ესე ვერტიკალურად, ანუ პრაქტიკულად ჩეხებაში არ შედიოდა გვერდიდან რომ უყურებდი ამ მაგიდას. ჰაერში იყო თან აწეული, ისეთი კუთხე ქონდა მიცემული, რომ ჰაერში იყო, ანუ ჰიგიენის მომენტი იყო მაქსიმალურად დაცული. და ყველაზე საინტერესო რა არის ის, რომ თვითონ თეფშზეც როცა დებდი ამას. ხელში როგორ გეკავა და ყველაფერი, აი ეს ასპექტები, ერგონომიკა, ჰიგიენა, ვთქვათ, მისი სისადავე, ეს ლაკონურობა და აი ყველაფერი ერთად იყო და სწორედ იქ მივხვდი, რომ მეთქი აი ძალიან მაგარი ადამიანის გაკეთებული ეს, იმიტომ რომ აი ეს ლაკონურად, აი ეს პრობლემა, ამაზე იფიქრა მან. ეს არ არის შეიძლება გლობალური პრობლემა, რომელიც ვთქვათ კენიაში მშიერ ბავშვებს და აჭმევს და ასე შემდეგ და რაღაც სერიოზულ გლობალურ პრობლემებთან არის შეხებაში, მაგრამ აი ეს პატარა ნიუანსი, რომ მე აი ეს სიამოვნება მომანიჭა, ის პატარა ნიუანსი, რომ წარმოიდგინეთ,
იგივე ვთქვათ ის ვინც აი ამ სუფრას რეცხავს ის ყოველდღე არ უწევს იმისი რეცხვა იმიტომ რომ ის სუფრა არ ითხრება და შეიძლება მისი ვთქვათ ორ დღეში ერთხელ გარეცხვა და ასე შემდეგ ანუ აი ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ყოველი ნიუანსი აი აბსოლუტურად ყოველი ნიუანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი აქედან მე ვთვლი რომ ჩვენ რაღაც დიზაინერები მაინც უფრო რაღაც ისეთი განსხვავებული ესე ვთქვათ აზროვნებით უნდა გამოვირჩეოდეთ და ბევრი გამოირჩევა კიდევაც და რაღაც გარკვეულწილად ისეთი სარგებელი მოგვაქვს ამ ქვეყნისთვის და ვთვლი რომ საერთოდ ევოლუცია არ იქნებოდა პრაქტიკულად რომ არა დიზაინი და მაგის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მე ვთვლი რომ ყველა დროის ყველაზე მაგარი დიზაინერი არის საერთოდ ლეონარდო და ვინჩი და თქვენი ბევრმა იცით მაგის ნამუშევრები ნანახი გაქვთ და პრაქტიკულად როდის ქონდა რაღაც ისეთი ინოვაციური პროექტები გაკეთებული როცა მაგის საშუალებაც კი არ იყო რომ დამზადებულიყო და დღეს აკეთებენ მაგის ნახაზების მიხედვით და პრაქტიკულად ფუნქციონირებს და იგივე ვთქვათ ხელოვნური გული ქონდა და ასე შემდეგ გაკეთებული ჯერ კიდე მაშინ ეს არის უბრალოდ საოცრებო მოვლენა არის. ისე რომ დღეს მე ამით დავამთავრებ, თავს აღარ მოგაწყენთ, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად დიზაინი ეს არის ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი, შემადგენელი ნაწილი და განუყოფელი ნაწილი და ჩვენ დიზაინერები ვცდილობთ, რომ აი ეს ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრება, თქვენი ცხოვრება და საერთოდ სამყარო უფრო საინტერესო და ლამაზი გავხადოთ. მე ვიტყვი, რომ ქართველები რო ავიღოთ საერთოდ როგორ აიცით, ახლა ჩვენ არ გვიცნობენ დიზაინის კუთხით. საერთოდ საქართველოს არ იცნობენ დიზაინის კუთხით და ჩვენთვის ეს ახალი სფეროა. თუმცა მინდა გითხრათ რა, აი იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხო? რამოდენიმე ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში დიზაინ ცენტრი გახსნილი, ეგრე ერქვა ვნიიტე. და აი ეს ვნიიტეების რამოდენიმე ესე იგი იყო პრიბალტიკაში, პეტერბურგში, მოსკოვში, თბილისში, მე მგონი ბაქოში იყო კიდევ და თბილისის სხვათა შორის ეს ცენტრი გამოირჩეოდა ყველასგან და საკმაოდ ისეთი ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა და ჩვენთან გაკეთებული ძალიან ბევრი პროდუქცია საბჭოთა კავშირის მასშტაბით იწარმოებდა მე რუსეთში უშვებდნენ და ასე შემდეგ. და აი ამ აზროვნებით, ამ ესთეტიური ხედვით, ამ ჩვენი უფრო როგორც იცით, აი უხეშად ვიტყვი, ხა ჟარგონულად ვიტყვი, ფირმულად რო გამოიყურებოდა, მაგითი ყოველთვის ხიბლავდა ხოლმე ამ მოსკოվել და სხვა რესპუბლიკებიდან კოლეგებს. და რა მინდა იცით გითხრათ, ისტორიულად რო გადახედოთ ახლა საქართველოში, ხო, ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო დიზაინის ვთქვათ ელემენტს იპოვეთ იგივე ავეჯში. აი ხა სამფეხიანი სკამი ხა ის უკვე ძალიან ისეთი ცნობილი თემაა, მაგრამ მინდა გითხრათ, აი რატო იყო სამფეხიანი სკამი? ქართული სკამი რატო არის სამფეხიანი? ხა რესტორანში თქვენ რო შეხვალთ, ბევრგან ნახავთ სამფეხიან სკამს, ხო? და ზოგი თulis რომ ეს ჩვენი ტრადიციული რაღაცაა და აი რატო არის სამფეხიანი სკამი, იცით? იმის გამო რომ ჩვენ ყოველთვის ღარიბი ქვეყანა ვიყავით, მეომარი ქვეყანა ვიყავით და თუ გადახედავთ ახლა ქართულ არქიტექტურას, ახლა დიდი ესე ვთქვათ მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ხო? ჩვენთან არ იყო ვთქვათ ესთეტიკას გაცილებით უფრო ნაკლებ ყურადღება ექცეოდა, მით უმეტეს უფრო აი ესე დაბალი ფენის ჯარისკაცების ოჯახებში, მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ, რომლებიც მზად იყვნენ ყოველ წამს ვთქვათ ხმალი აეღერათ და გავარდნილი იყვნენ მტრის დასაცავად. სად ჰქონდათ ახლა იმის საშუალება, რომ ყოფილიყო სწორი იატაკი. და ყველა მიწურები იყო პრაქტიკულად. მიწის იატაკი ჰქონდა. მიწის იატაკი, როგორც ისეთ ახლა იქ სისველია, იქ რაღაცაა და სწორი არ იყო არასდროს. აი სამი ფეხი არის მდგრადი. რაც არ უნდა დაღრეცილი იატაკი გქონდეთ თქვენ ზედაპირი, სამი ფეხი ყოველთვის მდგრადად დგას. 4 ფეხი იწყებს უკვე ქანაობას აქით-იქით. ანუ აი დააკვირდით რა, რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი მიგნებული, ანუ დიზაინზე იყო ფიქრი, ხო? შესაბამისად იყო დიზაინზე ფიქრი. აუცილებლად. სხვანაირად არ შეიძლებოდა ეგეთი ჭკვიანური პროდუქცია შეგედა. იგივე ვთქვათ რო ავიღოთ, აი დიზაინ ჩემი აზრით ქართული დიზაინის შედევრი არის ჩურჩხელა. და რატო? იმიტომ რომ ხო თქვენ უყურებთ როგორც ვთქვათ რაღაც საჭმელ პროდუქტს და აქ საჭმელი პროდუქტის გარდა იცით რამხელა რაღაცადებს. ძალიან დიდი. ეს არის პირველი სტრატეგიული საჭმელი ჯარისკაცის. და რატო? მართლა და ეგრეც არის. წარმოიდგინეთ, კალორიულობის და ენერგეტიკული მატარებლის მხრივ არის უნიკალური.
იმიტომ რომ გაქვთ ნატურალური ყურძნის წვენი, რომელიც არის ძალიან დიდი კალორიული და პლუს შიგნით არის კაკლის გული, რომელიც ასევე არის ძალიან დიდი კალორიული და ენერგიის მატარებელი. ნახეთ, რამდენად კომპაქტურია. პრაქტიკულად ერთ შეკვრაში შენ ერთი ჩურჩხელა არის, არ ვიცი მე, ერთი ალბათ სადილის ტოლფასი, ხო? ერთ ჩურჩხელა შეჭამთ და მთელი დღე ხარ მე მაძღარი. გაფუჭებით არ ფუჭდება. არაფერი არ მოსდის. თუ შეიძლება 1-2 წლის მერე გახმეს, თუმცა 1-2 წელი არავინ არ აჩერებს ჩურჩხელას, ძალიან მარტივად, შეგიძლია ძალიან მარტივად გაუყო შენ მებრძოლს. ეს არ გექცევა, არ გეღრება, არ გეპნევა და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი წარმოიდგინეთ რა ჭკვიანურად და ორიგინალურად და არის აბსოლუტურად ნატურალური. არაფერი იქ ქიმიური არ არის. ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მით უმეტეს ეხლა ქვეყანა რომელიც ვთქვათ ყურძნის კულტურის მატარებელია და ყურძნის აკუნათ ითვლება, ხო, პრაქტიკულად ყურძენი ყველგან იყო. ეს თეთრი იქნება, წითელი, რა ჯიშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. და აი ნახეთ ეხლა აი რამდენად ჭკვიანურად და კარგად არის გაკეთებული. იგივე თუ ხმებოდა, ვთქვათ, შეგეძლო რომ სიცხეზე შეგიძლია ოდნავ ორთქლზე ან რაღაცაზე შეათბოთ და ის ისეთივე რბილი ხდება და ძალიან გემრიელი საჭმელი. ისე რომ აი აქ რო ჩაწოდეთ, ხო? ქართველებს აქვთ ბევრი რაღაც ისეთი ორიგინალური მიგნებები რა. იგივე არქიტექტურაში რა ღრმათ რო ჩახვიდეთ, იქ მიხვდებით, რომ აი რაღაც ანუ ეს დიზაინის მიმართულებით ძალიან კარგად აზროვნებდნენ. იგივე ვთქვათ, აი შეიარაღება რო ავიღოთ. აი ნახეთ როგორ მომედია. საერთოდ პოლადი ისტორიულად მტკიცდება, რომ აქედან არის წამოსული და ჩვენ ვიყავით პირველი პოლადის მომწოდებლები და რასაც ეძახიან აი დამასკურ პოლადი არის ქართულიდან წაღებული და ქართული პოლადის საერთოდ ტექნოლოგია იმდენად უნიკალური იყო, ჩვენ დავკარგეთ სამწუხაროდ, როგორც ყველაფერს კარგავთ ისე და იმდენად უნიკალური იყო, რომ წარმოიდგინეთ, ეხლა ქართული ხმალი ამ პოლადის ტექნოლოგიით გაკეთებული, ამ ტექნოლოგიით გაკეთებული, რას აკეთებდნენ? იცით, ქართული ხმალი იყო შემოხვეული როგორც ქამარი ისე. რომ სადღაც შეეტანათ და ქამრი თქვათ ხმლით კი არ შესულიყავი, შენ თუ თქვათ რაღაც ტერაქტის მოწყობა გინდოდა, ვიღაც მეფესთან შედიოდი და ასე შემდეგ. ანუ წელზე შეგეძლო შემოგეხვია და რომ გაშლიდი ის ფორმას არ იცვლიდა, ისევ თავის ფორმას უბრუნდებოდა და შენ შეგეძლო ჩვეულებრივად სამი ხმალი გადაგეჭრა იმ ხმლით. ანუ წარმოიდგინეთ, აქაც ესე იგი პრაქტიკულად რა არის, ცით მეცნიერება, დიზაინი, ეს სამხედრო აღჭურვილობა ყველაფერი ერთად არის და მან დრო არ ყოფილიყვნენ, ანუ ეს დიზაინერულად მოაზროვნე ადამიანები ესეთ რაღაცას ვერ მოიფიქრებდნენ, ანუ იმ ადამიანმა დამატებით ფუნქცია მისცა იმას, როგორ უნდა დამალულიყო, როგორ უნდა ზიანი არ მიეყენებინა, ვთქვათ, იგივე იმ პირისთვის, ვინც ატარებდა ამ დაკეცილ ხმალს და იმ შემთხვევაში, როცა იშლებოდა, ვთქვათ, როგორ უნდა შეესრულებინა, ის ტერაქტი იყო თუ რაც იყო და ასე შემდეგ. ანუ აი ეს რაღაცები ქართველებს რო ჩაყვეთ, ხო, ძირეულად. ეგეთ რაღაც ნიუანსები არის. თუმცა მე გეტყვით, რომ ბევრ რაღაცაში, ვთქვათ, ვერ ვითარდებით. ხა რაც შეეხება კულტურულ მომენტებს, დღეს უკვე დიზაინი აღარ არის ეს ლოკალური, იმიტომ რომ დღეს ვართ მთლიანად ერთი სამყარო ვართ. თქვენ ნუ ზონებად ნუ დაყოფთ, რომ ვთქვათ, მე აი საქართველოში ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე აი მე მარტო ქართული და ასე შემდეგ და არა. დღეს უკვე ყველაფერია გლობალური. თქვენ მეგობრებს Skype-ის საშუალებით ელაპარაკებით დედამიწის მეორე ნახევარზე და თუ ძალიან დაგჭირდება პინგვინებსაც შეხედავ ანტარქტიდას. ეგ პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე უნდა იაზროვნოთ გლობალურად. და დიზაინი ზუსტად იგივე არის. დიზაინი გახდა გლობალური, იმიტომ რომ რატო გახდა გლობალური, ეხა გეტყვით. აი თქვენ რო შედიხართ და სიტყვაზე ეძებთ Amazon-ზე, ხო, ყველას გაქვთ ნაყიდი რაღაც. Amazon-ზე რო შედიხარ, ხედავთ მარტო სიტყვაზე ფრანგულ პროდუქციას? არა. ხო? იქ არის ისიც და ასე შემდეგ. ანუ ეს ინტერნაციონალური რაღაც ისეთი გლობალური სახე აქვს ამ დიზაინს უკვე მიცემული და გინდა არ გინდა ერთმანეთში მაინც ითქვიფება ეს ყველაფერი და ჩვენ რაღაც კარგი ესე ვთქვათ კარგი გამოცდილება უნდა ავიღოთ აუცილებლად უცხოელებისგან. ჩვენთან დიზაინ სკოლა აღარ არსებობს, პირდაპირ გეტყვით, იყო მცდელობები 70-იანების ბოლოს, როცა შეიქმნა 80-იანებში და ძალიან კარგად მიდიოდა და რაღაც, მაგრამ მე უკვე 90-იანებში დიზაინისთვის არავის არ ეცალა. და აი ჩვენ პრაქტიკულად ეხა ნოლიდან ვიწყებთ ყველაფერს რა, იმიტომ რომ მეც, ჩემი კოლეგებიც ვინც ცდილობენ რომ რაღაც სკოლები აქვს, რაღაცნაირად თქვა ლექციები და ასე შემდეგ, რომ
ფეხი მოიკიდოს ამან და უკვე აი სხვანაირად შეხედონ ამას ყველაფერს და აი კულტურა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ხა ნახეთ როგორი ნიუანსები არის, თქვათ იგივე დიზაინერისთვის რა პრობლემა არის. პირადად მე მაგრად მიჭირს საქართველოში მუშაობა. და რატომ მიჭირს გეტყვით? იმიტომ კი არ მიჭირს რომ თქვათ აქ ის მასალა ფანერა არ არსებობს ან რაღაც. მე უცხოელს რო ველაპარაკები, უცხოელს ნახას რო ვაძლევ, უცხოელს ნახასში მაქვს მილიმეტრებში ნაჩვენები. და ჩვენთან როგორ არის ცით? ჩვენთან 1 მეტრი არის 95 სანტიმეტრიდან 105 სანტიმეტრამდე 1 მეტრია. ყველაფერი 1 მეტრია. და პლუს ამას ემატება იცით რა? წავა რა. ანუ მოსულა რა. ეხა ეგ 95 სანტიმეტრია თუ 1 მეტრი რა მნიშვნელობა აქვს? ან აი ელემენტარულს გეტყვით ყველაზე მარტივი. სახში შეგიძლიათ ნახოთ, ნებისმიერ დაწესებულებაში შეგიძლიათ მაგათ ნახოთ. რემონტია მაგარი გაკეთებული. ყველაფერი ფული, რაღაცა ჩაყრილი, პლინტუსები შეღებილი, საღებავი გადასული, მithხრილ-მოთხრილი, მithუპნული იქით. მერე ამას კიდე გადაატარებენ შტეფსელებს. ანუ ჩარჩო, თქვათ რო აიღოთ კარების ჩარჩო, ხო? კარების ჩარჩოს საღებავი ვრცელდება ასევე დაახლოებით 1.50 სანტიმეტრის პერიმეტრზე გარშემო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ეს დამოკიდებულება უკვე პრაქტიკულად ეს არ არის დიზაინი, ეს არის ანტიდიზაინი. ანუ თქვენ მე რო ვეუბნები რომ მე მჭირდება სწორი ზოლი, სწორი ხაზი, ეს არის სწორი ხაზი. ეს უნდა იყოს რო ვეუბნები 90 გრადუსით, ეს უნდა იყოს თქვათ პერპენდიკულარული, ხო? ეს აუცილებლად უნდა იყოს 90 გრადუსი და აი ჩვენ ეგ კულტურა არ აქვს სამწუხაროდ, აი მუშაობის კულტურა არ გვაქვს. ჩვენთან არის ეს ვის რაში ჭირდება, ვის რაში აინტერესებს. ამ დროს იცით რა არის, აი დიზაინი მარტო ის კი არ არის, რაზეც მე ვისაუბრი აქ. არამედ დეტალებია კიდევ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს. და აი მე გეტყვით ახლა მაგალითს მოგიყვანთ თქვათ. აი ორი ადამიანი მოდის, ხო? ორი ქალბატონი მოდის. ორივე არის მშვენიერი ლამაზი ქალბატონი, მაგრამ ერთ თვალის ჭრილია, გოდნავ სხვა. ერთ თვალის ფერია, გოდნავ სხვა და მაქსიმალური ყურადღება მიდის იმისკენ, ვისაც თვალის ჭრილია, გოდნავ სხვა. ამ დროს ორივეს ორივე ყური აქვს, ერთი ცხვირი აქვს, შეხედავ ერთნაირი სიმაღლის არის ყველაფერი, მაგრამ აი ნახეთ, აი ოდნავ პატარა ნიუანსია, თვალის ფერი და უკვე ამბობ, რომ უიმე, ნახე იმას რა მაგარ თვალის ფერი აქვს და ყურადღება იმისკენ. აი ესევეა დიზაინი, ზუსტად იგივე არის. ანუ ნიუანსებში არის ყველაფერი, აი ესე ვთქვათ, დიდი ძალა ჩადებული რა და აი ჩვენთან ამას არ ექცევა ყურადღება. ჩვენთან არის, ნუ სკამია ხო? აი სკამია, აი ნახეთ, სკამია, იქ ნერვებს მიშლის რა. სკამია. მაგრამ არ არის სკამი, კაი გაკეთებული. რატოა იცით ცუდი დიზაინერი? იმიტომ რომ ალბათ ქართველი იყო, ბები აყავდა ქართველი. და რატო? იმიტომ რომ არ დაჯდა თვითონ. არ ნახა, მე ეს სკამი, ამაზე კარგად ვზივარ. თუ არ ვზივარ. აი ნახეთ როგორ აიხა ფეხები მაქვს იმისა სათამაშოსავით. არ უნდა მქონდეს ესე, მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ ფეხი აქ დავდო, ხო? გააკეთე ისეთნაირად, რომ ეს ყველაფერი იყოს მოსახერხებელი. ანუ აი რა შეიძლება? ვთქვათ, აი აქ ადგილზევე ვისაუბროთ, როგორ შეიძლება და ეს პრობლემა მოგვარებული იყო. ისე რომ მე ფეხებიც მქონოდა გადმოკიდებული, თუ ვთქვათ მინდა რომ გადმოკიდებული მქონდეს და ეს უკანა ნაწილი არ მხდებოდეს, ვთქვათ, ფეხის დასადებზე. მაგრამ თუ მჭირდება, რომ ფეხის დადება შეიძლებაოდეს და რას ვაკეთებ, ნახეთ? წრეს ვიღებ და ცენტრს ვწევ გვერდზე. ანუ ამას რო დავატრიალებ, რაღაც მომენტში გამოიწევა, მაგრამ რაღაც მომენტში შეიწევა. ანუ თუ მე მჭირდება, ვთქვათ, რომ ფეხი დავდო, მე ჩვეულებრივად იმ წრეს ვატრიალებ და ყველაზე განიერი ადგილი გამოდის წინა მხარეს და მე ფეხს ვალაგებ, ან თუ არ მჭირდება, ვატრიალებ, გადის უკან და ფეხები მაქვს ჩვეულებრივად ჩამოშვებული. ძალიან მარტივად. მაგრამ ის ამაზე არ დაფიქრდა. იმიტომ რომ ეჩქარებოდა ან სახინკლეში, ან რაღაც მაკაცებთან, ან რაღაცა და იმისთვის წავა რა, გააკეთა სამუშაო. და აი საქართველოს სხვა ხშირად არის. აი მიდიან დიზაინერთან და ეუბნებიან, აუ ლოგო გამიკეთე რა, უცებ მიმიჯღაბნე რაღაცა რა. მიჯღაბნე შენ დივანთან ერთად, დაჯექი იქ და ჯღაბნეთ ერთად. ჩვენ არ ვჯღაბნით. ანუ აქ რა მომენტი არის, იცით, რომ იმის გარდა რომ თქვა დიზაინერის მიმართ დამოკიდებულება როგორი არის, მაგის გარდა კიდე რა ხდება, ნახეთ, იმისთვის პროგრამა მინიმუმი არის შესაძლებელი ტიპს რომ აუ ლოგო გავაკეთებინე. რა ლოგო გააკეთებინე? მოდი იმითი დავიწყოთ.
ანუ შენ კი ეს პროცესი შეასრულე, ეს ნაბიჯები გაიარე, რომ რაღაცა პროცესი იქ ჩაიწერე, რომ კი, ლოგო გავაკეთე, მაგრამ საბოლოო ჯამში რა ლოგო გააკეთებინე? აი ეს ერთი ძალიან მაგარი ლოგო არის, სხვათა შორის, სხვა განხილვა იყო, 20 თუ 30 მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ლოგოები იყო. და იმის რა ქვია, ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ლოგო არის. კლიენტი წევს და სტომატოლოგი დგას, კლიენტი წევს სტომატოლოგიურ სკამზე და სტომატოლოგი ადგას ამ კლიენტს და პიქტოგრამის ესე ვთქვათ დეტალურად არ არის ყველაფერი. მაგრამ იცით როგორი მომენტი არის, რომ მიმდინარეობს სექსუალური აქტი. არანაირი კავშირი ამას სტომატოლოგიასთან არ აქვს. კლიენტი წევს და ექიმი არის დაკავებული თავის საქმით. და აი წარმოიდგინეთ ახლა ეგ მომენტები და ეგ ნიუანსები რო არ იყოს დასაცინი, აი ეგეთი რაღაცეები, ანუ ის კი არა რომ შენ უბრალოდ ლოგო გააკეთე, ის ლოგო რამდენად შეესაბამება ადამიანის მიერ როგორი იქნება აღქმული, საბოლოო ჯამში რისი მატარებელი იქნება, რა ღირებულების მატარებელი იქნება და იმ დიზაინერმა ვინც იმუშავა ამაზე, ის დრო ტყუილად დაკარგა, თუ მართლა სასარგებლოდ დაკარგა და საბოლოო ჯამში თქვენ გაძლევთ იმას, რისთვისაც თქვენ იბრძვით. იმ ფსიქოლოგიური, ვთქვათ, ზეგავლენის მოხდენა შეძლო მან თქვენ კლიენტზე თუ ვერ შეძლო. იმიტომ რომ ეხლა რო შეხვალ და რო ნახავ ეგეთ სტომატოლოგიურ კლინიკას, რო დაინახავ ეგეთი ლოგოთი, იქ უკვე დაფიქრდები ხა შეიძლება ვიღაც შევიდეს, კი? გასაგებია, მაგრამ სხვა მიზნებით, მაგრამ მე ხა რო დავინახავ მაგას იქ არ შევალ, ხო? ანუ ესე იგი, აი ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, აი ჩვენ გვაქვს სწორედ ეგ მომენტი, ეგ პრობლემა, რომ უნდა რაღაც უცხოური, კარგი რაღაცეები უნდა ვისწავლოთ, გადმოვიტანოთ და მათი კაი გამოცდილება, ესე ვთქვათ, უნდა გავიზიაროთ ჩვენ პროფესიაში აუცილებლად და რაც შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს უცხოურ კულტურასთან, ჩვენი კარგი უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი ცუდი უნდა აღმოვფხრათ, იმათი კარგი გადმოვიტანოთ და იმათი ცუდი არ უნდა გადმოვიტანოთ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა.